თქვენ რას გვეტყვით? აღარ გავიმეორებ კითხვას, მინდა რომ ამ თემაზე გავაგრძელოთ და შემდეგ გადავალ სხვა კითხვებს. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი კატასტროფა დატრიალდა გუშინ. მაგრამ ქართული საზოგადოება უკვე მიჩვეული არის ასეთ რაღაცას, რომ დღე არ გავა, რომ მედია საშუალებებმა არ გადმოცენ, რომ ვიღაცა დაჭრეს, ვიღაცა მოკლეს. ამას შეეჩვია ქართული საზოგადოება და თითქოს პროტესტით ჩაგვდა, რომ რეაქცია აღარ აქვს საზოგადოებაში. ეს არის კატასტროფა. როგორ შეიძლება რეაქცია არ გქონდეს ასეთ მოვლენებზე, როდესაც დღე არ გავა, რომ ვიღაცა არ მოკლან, ან რაღაცა საშინელება არ მოხდეს. ეს მოვლენები ზუსტად გამოწვეული არის იქიდან, როგორ პოლიტიკასაც ატარებს ქართული ოცნება. ქართული ოცნება დღეს არ არის ორიენტირებული ქვეყნის შენებაზე. დღეს არ არის ორიენტირებული, რომ დაიცვას ადამიანების საზოგადოებაში. დღეს ორიენტირებულია იმაზე, რომ ჟურნალისტი გაუშვან ციხეში იმის გამო, რომ Facebook სტატუსი დაწერა, ადამიანები დაიჭერონ ტროტუარზე დგომის გამო, ანუ ეს რეპრესირებულ მანქანა აქვს ამუშავებული. ამის იქით ქართულ ოცნებას არ აქვს დღეს არანაირი საზრუნავი. არ აქვს იმის საზრუნავი, თუ რა ხდება რეგიონებში, რამდენად რთული მდგომარეობა იქ. არ აინტერესებს, იმიტომ რომ ეს ქართული ოცნება ცდილობს, რომ შეინარჩუნოს რამენაირად ეს მმართველობა და რადგანაც უჭირს ამ მმართველობის შენარჩუნება, ზუსტად იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს, რასაც აკეთებს. და ფაქტის სახეზეა, რომ ქვეყანა თავზე ჩამოგვემხო. კრიმინალი დარბის ქუჩაში, როგორც არის და რასაც უნდა იმას აკეთებს, კლავს ხალხს. იქ არის უკონტროლო ნარკორეალიზაცია, რასაც წინააღმდეგობას ვერ უწევს ქართული ოცნება, მაგრამ ამბობს, რომ ჩვენ ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვაქვს. არა, ეს არ არის მკაცრი პოლიტიკა. და ესე ქვეყანა დაგვამხეს თავზე. და ამასობაში გეებძვიან ნათელ აზრს და იმ ხალხს ებძვიან, ვისაც უნდა რომ ქვეყანა განვითარდეს. ამ შენარჩუნებას ცდილობს ქართული ოცნება მარტო. ხოლო ვახოსანაიას რაც შეეხება როგორ შეიძლება ადამიანი გაუშვა პოსტის დაწერის გამო 15 დღით ციხეში. და პარალელურად ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ელიტის წარმომადგენლები ასეთი მძიმე ძალადობის შემდეგ, როცა ქალზე ძალადობდნენ პოლიციელები, ისინი გამოუშვეს ციხიდან გირაოთი. უბრალოდ ხალხმა უნდა გააკეთოს ახლა დასკვნა, თუ რამდენად სწორი არის ესეთი მიდგომა სახელმწიფოს მიმართ. კი ბატონო, ნიკა, თქვენ რას გვეტყვით? ხო, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ეს ყველაფერი და ზუსტად ეს ერთ წრეზე რო ტრიალებს ეს ოპოზიციური ფლანგი, ეს არის ზუსტად ის დამღუპელი, იმიტომ რომ რუსთაველის პროტესტი უკვე ძალიან დიდი ხანი არის, რაც ამ უწყვეტ პროტესტს ესე მიათრევს ბეჭებზე მოკიდებული და ყველაფერს ცდილობს, რომ ეს პროცესები შეინარჩუნოს დღევანდელ რეალობაში და წინააღმდეგობა გაუწიოს. მაგრამ ამავდროულად სამწუხაროდ ოპოზიცია ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერ თავაზობს საზოგადოებას იმას, რაც უნდა შეთავაზოს. თუნდაც ის რომ რაღაცა ალიანსი გააკეთეს, ის ალიანსი დღეს არ მოქმედებს, მე ვიცოდი რომ ესე იქნებოდა, იმიტომ რომ რაც ალიანსები გააკეთეს, ის 8 პარტიოთ რაც ისაუბრა არასდროს თავიდან 8 იყო, 7-იც იყო, 9-ც იყო, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა 9 არიან, მაგრამ მანამდე იყვნენ 8. სამწუხარო რეალობაა, რომ ესე ხდება. კონფლიქტური ხალხია იქ და როდესაც გააქვს იმის ამბიცია მართლა, რომ მე უნდა მოვიდე მთავრობაში, ეს ასეთი ქმედებები ჩემ მთავრობაში არ უნდა იყო. და ზუსტად ეს არის, რომ მნიშვნელოვანია ახალი სახეები, ახალგაზრდა სახეები და ჯობია, რომ ახალგაზრდებს მოусმინოს დღევანდელმა ოპოზიციამ და რეალური ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რაც საჭიროა გასაკეთებლად. დღეს მე ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარე, მე პირადად, ეხლაც ძალიან ბევრი გასვლები გვაქვს, ძალიან ბევრი ადამიანს ველაპარაკებით და ეს ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას. ამ ხალხს უნდა ცვლილება. ძალიან ბევრი ადამიანს ველაპარაკეთ, ასობით ადამიანს ველაპარაკეთ ჩვენ. ამ ხალხს უნდა ცვლილება, მაგრამ ვერ ხედავენ ალტერნატივას, რომ ეს ცვლილება მიიღონ. და ამავდროულად ყველას უნდა რომ რაღაც ახალი უნდათ, ახალი სახეები, ყველას აქვს ახალგაზრდების იმედი. და საჭირო არის რომ რაღაცნაირად კოორდინაციაში მოვიდეს ახალგაზრდა თაობა და დღევანდელი ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიციიდან არ არის ნაბიჯები, სამწუხარო რეალობა ესეთია. კი ბატონო, რა ნაბიჯებს ელოდებით მაშინ, მოდი ამაზე აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა. რა იგულს, აი რომ ვკითხო ახლა ნებისმიერ ოპოზიციონერ წარმომადგენელს, აუცილებლად შემეწინააღმდეგება და მეტყვის რომ მუშაობთ, რა ვქნათ, გვიჭერენ, წალავენ, დავდივართ რეგიონებში. ეს კითხვა უნდა დავსვათ, სად მუშაობს, როგორ მუშაობს? რატო აი ეხება ახლა აქ კიდევ ჩვენს ორ სტუმარს. რატო გაგეხიმათ? ხო ხსმენიათ ეს არგუმენტები, მე არ მომიგონია ახლა მართლა ამას ვისმენ წლებია. არ მუშაობს, ოპოზიცია არ მუშაობს დღეს. 26 მაისის აქციის მერე ნახეთ რაიმე ნაბიჯი რო გადაედგა ოპოზიციას?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპოზიციის გვერდით გავართ, რომ ერთად მივაღწევოთ რაღაცა წარმატებას და დიქტატორული რეჟიმი დავამარცხოთ საქართველოში, მაგრამ არ არის ნაბიჯი. დრასეულ რა უნდა ქნან? აი რა როდის იტყვი რომ მუშაობს როდესაც კამპანია დავეხმაროთ. ოპოზიციამ რომ გამოაცხადა კამპანია, რომ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, 26 მაისის მერე არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ოპოზიციურ ალიანსში არიან რამდენიმე პარტია გაერთიანებული, რომელსაც აქვს ცალკე კამპანიები, თუნდაც შერგოლეიშვილს, ერთი რუსთავის თავისუფლების მოედანს, ყველა აკეთებს ცალკე კამპანიას და საერთო კამპანიას არავინ არ აწარმოებს. ეს არ არის, როდესაც ამ ძალა არის ერთობაში, ერთობით არ იბრძვის შენ. შენ იბრძვის რაღაც დაგსაქსულობით ცალ-ცალკე იბრძვის და ამას შედეგი არ აქვს. თუ არ მოხდა ძალების ერთ ფრონტად ქცევა, ძალების გაერთიანება და ერთი ძალით ბრძოლა, შედეგი არ ექნება არაფერს. რასაც ვხედავთ და უკვე 600 დღეზე მეტი არის ერთ ადგილზე ესე ბუქსაობს. ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს ჩემი პირადი აზრი არის. კი ბატონო, ვადო, თქვენ რას გვეტყვით ამ ნაწილთან დაკავშირებით? თქვენც გაქვთ რაიმე ტიპის პრეტენზიები ოპოზიციასთან მიმართებით? ესე მომაღლა და იქ კაცალოდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ ეგ გამოწვევ ცოტა ხმამაღლა ის და უნდა ლაპარაკოს ხმამაღლა ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ უნდა დასრულდეს რაღაცებზე გაჩუმება, იმიტომ რომ რეალურად არის ნაბიჯები გადასადგმელი. კი ბატონო.